მოდით სახში რა გაჩერებთ სულ მცირედი ხანით წითელ ხიდთან მაგნოლიის ლამაზი ხე ყვავის ხე, რომელიც წითელ ხიდთან ყვავის და გაზაფხულის მოსვლას გვახარებს, უკვე ქუთაისის სიმბოლოდ იქცა. ვარდისფრად აყვავებულ მაგნოლიასთან ფოტოების გადაღება და სოციალურ ქსელში განთავსება ძალიან პოპულარული გახდა. მაგნოლიას გარეშე გაზაფხული ვერ მოვა ქუთაისში. მაგნოლიამ წაიკეკლუცა და ბებერ სახლებს თვალი ჩაუკრა. აყვავებულა ქუთაისის სილამაზე. ამ და სხვა მსგავს პოსტებს, რომლებსაც Facebook-ზე მრავლად ხვდებით, უამრავი მოწონება, გაზიარება და კომენტარები აქვს. ერთ-ერთი პირველი ადამიანი, რომელმაც ეს სილამაზე შეამჩნია და სხვაგვარად დაგვანახა, აქაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და მწერალი ომარ გვეტაძეა. როგორც ამბობს, მაგნოლიას 80-მდე სახეობა არსებობს, რომელთაგან უმრავლესობა საქართველოშია კულტივირებული. მეორე მხარე, რომელზეც ომარ გვეტაძე საუბრობს, მაგნოლიის სიმბოლურ დატვირთვას უკავშირდება. თქვენ იცით, რომ საერთოდ მაგნოლია ქართულ პოეზიაში მაგრამ შესამჩნევია ანა კალანდაძის ლექსი და მასზე დაწერილი ბრწყინვალე სიმღერა, მაგრამ ეს სულ განსხვავებულია ჩვენი მიდგომა აი ამ სიმბოლოსადმი. აქვს ქალაქებს სხვადასხვა სიმბოლო, აქვს გრანიტის სიმბოლოები და ქვაში გამოკვეთი და ჩვენ გვაქვს ბუნების საჩუქარი სიმბოლო ქუთაისის. ბევრჯერ იყო აი რითი შეიძლება ერთი ნიშნით ამოიცნო ქალაქი, ხო? მაგალითად ჩვენმა წინვალე პოეტმა აცგანსვენებულმა ზურაბ ყუხიანიძემ შემოიტანა ბროწეულების ცეცხლი, ბროწეულის ყვავილი. ესეც ქუთაისის ერთგვარი სიმბოლო იყო მაშინ. მაგრამ ეხლა მაგნოლიის ხე არის სიმბოლო და გასაკვირიც არ არის, რომ იქ ახალგაზრდები მიდიან სურათებს იღებენ, სხვადასხვა რესპუბლიკური ტელევიზიის აი ჩამოდიან და იქედან იწყებენ სიუჟეტის გადაღებას. ომარ გვეტაძის თქმით, გაღვიძების გაზაფხულისა და მარადიულობის სიმბოლო ამაყად დგას წითელ ხიდთან. ის წუთი სოფლის წარმომავლობასაც შეგვახსენებს და სიყვარულისკენ მოგვიწოდებს. ჩვენ გვეუბნება მოკვდავებს, რომ ყველაფერი წარმოვალია. მე ახლა კი ვყვავი, მაგრამ მალე გადავა ჩემი სიყვარული და გაძარცვული ტოტები დამრჩება. ამიტომა რომ მაგნოლია გვეუბნება რომ გიყვარდეთ ერთმანეთი და მოეფერეთ ერთმანეთს და წუთი სოფელს წავართვათ მშვენიერების და ბედნიერების წუთები და წამები. აი ესეთი სიმბოლოა. მეორე მხარეზე, მდინარის მეორე მხარეზე ამოვების ბაზარი თეკერეის არ იყოს, იქა ხალხი რომელიც აი საკვებისთვის მიდის, მოდის. აი ამ ხის უკან კიდე გვერდით არის გალაქტიონის ძეგლი, იცით თქვენ. აი პარკის ასასვლელთან. ასე რომ ერთი პატარა მიკრო სილამაზე იქნება წითელ ხიდთან და ჯერ წითელი ხიდი ხო კიდე ეს კიდე ცალკე საუბრის თემაა. სწორედ მაგნოლიასადმი განსაკუთრებულმა დამოკიდებულებამ დააწერინა ომარ გვეტაძეს წიგნი. იისფერი მაგნოლია, ასე ქვია წიგნს, რომელშიც 100-მდე ლექსია თავმოყრილი. პირველი ლექსი, რომელიც წიგნის გადაშლისთანავე მიიქცევს მკითხველის ყურადღებას, მაგნოლიას ეხება. მაგნოლიას, რომელიც მწერალთან იისფერია. ჩაუვლიათ ზამთრის ქარებს, მათ შფოთვებს და ხავილს, რიონის პირს იისფერი მაგნოლია ყვავის. წითელ ხიდზე გადმოღრილა იისფერი შუქი, გვიხმობს მწვანე ყვავილადან გაზაფხულის ბუკი. უძილობით გვასაჩუქრებს 1000 კვით და ჩქამი, ჩამომდგარა ნატვრისა და სიყვარულის ჟამი. თუ გემეძებთ, აქ მიპოვით მაგნოლიის ჩრდილთან. მოდით, ვისაც მარტოობის მძიმე სენი გჭირდათ, სანამ ფერი გადასვლიათ მის ყვავილებს მოდით. თორემ მალე ქარ შერჩება გაძარცული ტოტი. უხილავი ხელით ციდან ამ სასწაულს ნათლავს, მაგნოლია აქ დროებით აუნთიათ სანთლად. მერე აპრილს გადაყვება, თვალსაც ვეღარ მოვკრავთ. გულში რამდენ ლამაზ სათქმელს ზამთრის სუსხით მოვკლავთ. მოდით, სახში რა გაჩერებთ, სულ მცირედი ხანით, წითელ ხიდთან მაგნოლიის ლამაზი ხე ყვავის.